ეთერში ვთავთ ღონისძიებას. გთხოვთ მიესალმოთ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქალბატონი ნათია თურნავა. ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, მივესალმები განსაკუთრებით 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელს, ჩემს კოლეგებს, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ პირებს, ინდუსტრიის ლიდერებს, ბიზნესს. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩამობრძანდით საქართველოში და ესწრებით ჩვენს კონფერენციას. ჩვენთვის დიდი პატივია მოგესალმოთ ეროვნული ბანკის სახელით ეროვნული ვალუტის ლარის 30 წლის იუბილეისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. ლარი არის ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლო, რომლის შექმნასაც წინ უძღოდა ქართული ფულის მრავალსაუკუნოვანი ისტორია. 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღადგინა თავისი სახელმწიფოებრიობა და სახელმწიფოებრიობის აღდგენის კვალობაზე დასაბამი მიეცა ქვეყნის დამოუკიდებელ ფულად საკრედიტო სისტემას, ფულად საკრედიტო პოლიტიკას. სწორედ ამ პერიოდიდან ოფიციალურად დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ქართული ვალუტის დიზაინის, სახელწოდების და ტექნიკური პარამეტრების შესაქმნელად. ახალი ეროვნული ვალუტის სახელად შეირჩა ლარი. ლარი ქართულ ენაში ნიშნავს სიმდიდრეს, განძს, ქონებას. ანუ სწორედ ამის სიმბოლო უნდა გამختارიყო ჩვენი ეროვნული ვალუტა ლარი. 1995 წლის 2 ოქტომბრიდან ლარი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა და დღემდე ამ სტატუსს ატარებს. სწორედ ლარის საიუბილეო თარიღს აღნიშნავთ ჩვენ წელს, ჩვენ მთლიანი წელი მიძღვნილი არის ამ ღონისძიებებს, ჩვენ რამოდენიმე აქტივობა გვექნება კიდევ წლის განმავლობაში. დღევანდელი კონფერენცია ხსნის ამ საიუბილეო ღონისძიებების სერიას. მოგეხსენებათ, გასული 3 ათწლეული იყო როგორც მიღწევებით, ასევე ბევრი გამოწვევით სავსე პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ლარმა შეასრულა თავისი მთავარი ფუნქცია, თავისი მთავარი დანიშნულება ყოფილიყო სანდო, სტაბილური ვალუტა, ეკონომიკური ურთიერთობების და მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრებისთვის. დღევანდელი კონფერენცია იმართება გლობალური ეკონომიკური გამოწვევების ფონზე. მზარდია გეოპოლიტიკური დაძაბულობა, შეიარაღებული კონფლიქტები, გადავიტანეთ COVID პანდემია, ამას მოყვა გლობალური დაძაბულობები და მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომი, ასევე სავაჭრო დაძაბულობა დაემატა. შესაბამისად, რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დავდექით. და ყველაფერმა ამან, რა თქმა უნდა, გაართულა ჩვენი ძირითადი მანდატის შესრულება, ფასების სტაბილურობის და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამან ნათლად დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეფექტიანი და კარგად გააზრებული მონეტარული პოლიტიკის გატარება, რათა სწრაფი და შედეგიანი რეაგირება მოვახდინოთ გამოწვევებით სავსე გარემოში. საქართველოს ეროვნულ ბანკსაც მუდმივად უწევს აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავება, ისევე როგორც ბევრ ჩემს კოლეგას, ვინც აქ არის წარმოდგენილი მთელი რეგიონიდან. 2023 წლის დასაწყისიდან მოყოლებული მაშინ, როდესაც სოფლიოს არაერთ ქვეყანაში ინფლაცია კვლავაც უდიდეს გამოწვევად რჩება და ბევრი მხრიდან ინფლაციური წნეხი მოდის, საქართველოში წლიური ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და დაბალ დონეზე ნარჩუნდება. 2023 წლის აპრილიდან დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში საშუალო ინფლაცია დაახლოებით 1.3% იყო, ხოლო 25 წლის აპრილის მდგომარეობით მიზნობრივ 3%-თან ახლოს ნარჩუნდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაბალი ინფლაციის ფონზე ფასების სტაბილურობის პარალელურად მაღალია ჩვენი ეკონომიკური ზრდა.
ბოლო 4 წლის საშუალო ეკონომიკურ ზრდამ დაახლოებით 9.5% შეადგინა. ანუ საქართველოში ჩამოყალიბდა საკმაოდ სასიკეთო კომბინაცია დაბალი ინფლაცია და ძლიერი ეკონომიკური ზრდა. ეს აიხსნება ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებებით და პროდუქტიულობის ზრდით. თუმცა გლობალურად არსებული გამოწვევების ფონზე ჩვენ არ გვაქვს მოდუნების საშუალება. კარგად გვესმის, რომ საქართველოში მცირე ზომის ღია ტიპის ეკონომიკაა და ამდენად საგარეო ფაქტორების გავლენა ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი არის. შესაბამისად, კონცენტრირებულები ვართ კვლავაც რისკების მართვაზე, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკის გატარებაზე, ჩვენ ასევე გვაქვს ჩვენი ასე ვთქვათ მუდმივი გამოწვევები, ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაცია და მის შემცირებაზე ვზრუნავთ, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერება და რეგიონალური ინიციატივების ხელშეწყობა და დღეს ამაზე გვექნება საუბარი და სხვა აქტუალური საკითხები. და ბოლოს, დღეს ამ კონფერენციის ფარგლებში ვიკრიბებით არა მხოლოდ იმისთვის, რომ აღვნიშნოთ ლარის იუბილე, არამედ იმისთვისაც, რომ ერთად განვიხილოთ გლობალური ფინანსური სისტემის გამოწვევები და შესაძლებლობები. დღეს აქ წარმოდგენილები ბრძანდებით ჩვენი ფართო რეგიონის და მათ შორის შუა დერეფნის ძალიან ფართო გეოგრაფიის წარმომადგენლები და ეს არის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა, რომ ვიმსჯელოთ საერთო გამოწვევებზე, საერთო პროექტებზე და თანამშრომლობაზე. ჩვენი საფინანსო სისტემების და რეგულატორებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერება პირდაპირ პასუხობს თანამედროვეობის ისეთ გამოწვევას, როგორიცაა გლობალური ფრაგმენტაცია და რეგიონალიზაცია. ჩვენ ამას პასუხობთ რეგიონალიზაციით და ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებით. იმ დროს, როდესაც ტრადიციული სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები სუსტდება და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ჩვენ საუბრობთ თანამშრომლობის გაძლიერებაზე საბანკო, საგადახდო, ფინანსური ტექნოლოგიების, კაპიტალის ბაზრების, სხვა მრავალ სფეროში, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონალური განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ კონფერენციის ფარგლებში უკიდურესად საინტერესო დისკუსია გაიმართება ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის, რეგულატორებს შორის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შორის, როგორც თანამედროვე გამოწვევების შესახებ, ისე ამ გამოწვევების ახალ შესაძლებლობებად გარდაქმნის თაობაზე. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით თითოეულ თქვენთაგანს მობრძანებისთვის და ნაყოფიერ დისკუსიას, ნაყოფიერ კონფერენციას გისურვებთ. დიდი მადლობა. საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ ყაველაშვილი. მიესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიესალმები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მიესალმები ჩვენ სტუმრებს, განსაკუთრებით და ყველას აქვს ხომ ადამიანს, ხალბატონებო და ბატონებო. ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და ფინანსური მოქნილობისთვის ეროვნული ვალუტის არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ეროვნული ვალუტა, ჩვენი ლარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მტკიცეს აყრდენს. არსებობის 30 წლის განმავლობაში ეროვნულმა ვალუტამ განვითარების საკმაოდ დიდი გზა გაიარა, წლების მანძილზე ეტაპობრივად ეშვებოდა და იხვეწებოდა ლარის სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2014 წელი, ლარის გამორჩეული სიმბოლოდ შეიქმნა, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საერთაშორისო საფინანსო სივრცეში საქართველოს ეროვნული ვალუტის იდენტიფიცირების კუთხით. ლარის სხვადასხვა კუპიურაზე დატანილი ეროვნული სიმბოლოები კი ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საამაყოა, ისტორიული ფიგურები, კულტურული ნიშნები და მოკლედ ეროვნული სიმბოლოები დღემდე სიამაყით გვავსებს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ეროვნული ბანკის მოღვაწეობა. როგორც იცით, ეროვნული ბანკის მთავარი მისია და ფუნქცია არის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე ზრუნვა. ამ მიმართულებით ჩვენს ეკონომიკურ გუნდს და მათ შორის ეროვნულ ბანკს
ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით დიდი მიღწევები აქვს, განსაკუთრებით იმ გამოწვევების ფონზე, ქალბატონმა ნათიამაც ისაუბრა პანდემიის, გეოპოლიტიკური სირთულეების, ომისა და გლობალური არასტაბილურობის ფონზე. ყველაფრის მიუხედავად, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა საფინანსო სისტემამ დაამტკიცა თავისი სიძლიერე და შეინარჩუნა მაღალი საერთაშორისო რეიტინგები. სურს აქედან გამომდინარე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო საქართველოს ეროვნულ ბანკს, მის ხელმძღვანელობასა თითოეულ თანამშრომელს ამ წლების განმავლობაში, როგორც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის, ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის განვითარებასა და გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. და ეს იუბილე, რომელიც 30 წელია უკვე გვაქვს ჩვენი ეროვნული ვალუტა ლარი, მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ თითოეულ თქვენთაგანს და ჩვენს ქვეყანას უსურვო სტაბილურობა, მშვიდობა და ყველა მოქალაქეს ფინანსური კეთილდღეობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მივესალმები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მივესალმები მინისტრებს, პარლამენტარებს, მივესალმები ჩვენს სტუმრებს, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას საქართველოში ჩამობრძანებისთვის და ასევე ჩვენს ქვეყანასთან მეგობრობისთვის და ჩვენს ქვეყანასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მივესალმები ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებთან თანამშრომლობა ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. მოხარული ვარ, რომ დღეს მასპინძლობ ჩვენ ამ ძალიან მნიშვნელოვან ფორუმს, რომელშიც 30 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილი ჩვენი სტუმრები. წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის საიუბილეო წელი ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის. არის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი აღენიშნება. მე კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილება თავის დროზე ქართული ლარის შემოღების თაობაზე და მაშინ ძალიან გამძაფრდა ჩვენი შეგრძნება იმისა, რომ სახელმწიფოებრიობა ვითარდებოდა, ამასთან პირდაპირ იყო დაკავშირებული ჩვენი ახალი ეროვნული ვალუტის შემოღება. ჩვენს თვალწინ დაიბადა ლარი, აიდგა ფეხი და დღეს ლარი არის უკვე ჩამოყალიბებული როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო. ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა, მაგრამ გვაქვს ძალიან მდიდარი ისტორიული ტრადიციები და უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ქართული ფული, კოლხური თეთრი, ჯერ კიდევ 26 საუკუნის წინ მოიჭრა. 800 წლის წინ თამარ მეფის სახელით მოჭრილი ფული რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ვალუტად იქცა. ერეკლე მეფის მიერ გამოშვებული ფული 260 წლის წინ ამიერკავკასიაში ყველაზე სანდო სავაჭრო ერთეული იყო. და ზუსტად ამ ტრადიციების გაგრძელება ქართული ლარი, რომელიც უკვე 30 წელია ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. მნიშვნელოვანია, რომ ლარის საიუბილეო წელს საქართველოს ეროვნული ბანკის და ასევე კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით რეგიონში გვაქვს სამაგალითო საბანკო სექტორი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა სწრაფი ეკონომიკური ზრდით. ამ კუთხით ვართ ერთ-ერთი ლიდერი, არა მარტო ჩვენს ფართო რეგიონში, არამედ მთლიანად კონტინენტის მასშტაბით. გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ თითქმის 10% შეადგინა, რაც დამეთანხმებით, რომ არის ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელი. ასევე ინფლაცია 3% მაჩვენებელთან, 3%-იან მაჩვენებელთან არის ძალიან ახლოს, გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი ხარისხი და ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზების მიხედვით საქართველოს მსოფლიო მასშტაბით არის მოწინავე 3-ში ეკონომიკური ზრდის პროგნოზის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაგრძელდეს განვითარების ეს გზა, ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ვართ ღია ინვესტიციებისთვის, ეკონომიკური აქტივობისთვის ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მომავალშიც ყველაფერი გაკეთება იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ეკონომიკის განვითარებას, რაც არის ბუნებრივია მნიშვნელოვანი ფაქტორი ასევე ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარისთვის. ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად მზარდია საზოგადოების დობა ლარის მიმართ, რაც რა თქმა უნდა დიდ როლს ასრულებს
ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და თავისთავად ამაში ძალიან დიდ როლს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკა, მათ შორის ლარიზაციის პოლიტიკა და ეფექტიანი მონეტარული და საზრდამხედველო მიდგომები და გვაქვს ხელშესახები შედეგებიც, რომლებიც არის სახეზე. მაგალითად, თუ 2015 წელს დეპოზიტების 70% უცხოურ ვალუტაში იყო განთავსებული, დღეს დეპოზიტების თითქმის ნახევარი 48% ლარშია დენომინირებული, რაც არის კიდევ ერთხელ გაიმერებ ეროვნული ბანკის თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის შედეგი. გეოპოლიტიკური გამოწვევების, საგარეო შოკების და ტურბულენტობის მიუხედავად, ქვეყანაში შექმნილმა მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და მშვიდობამ უზრუნველყო ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარე, ჩვენი სავალუტო ბაზარი არის მდგრადი რღვევების მიმართ, რაც ლარის მიმართ საზოგადოების დობას კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს. საქართველოს მთავრობა, საქართველოს ეროვნული ბანკი ორიენტირებულია კონკურენციის და ფინანსების და ხელმისაწვდომების ზრდის ხელშეწყობაზე, გაზრდილია ბიზნეს ესხების რაოდენობა, რაც მეტ ინვესტიციას, ადგილობრივი ბიზნესის ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს. ქართული საბანკო სისტემა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია და წლიდან წლამდე ვითარდება. სისტემის აქტივები თითქმის 100 მილიარდ ლარს აღწევს, რაც აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის მაჩვენებელზე მაღალია. ეროვნული ბანკი და მთელი საფინანსო სისტემა მტკიცედ იცავენ საერთაშორისო სანქციებს, რაც ალგე აღნიშნვის ღირსია, ასევე იცავენ ადგილობრივ კანონმდებლობას. საქართველოს საფინანსო სექტორის მხრიდან საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ეროვნული ბანკის რეგულაციები და საზრდამხედველო ჩარჩო სრულ თანხმედრაშია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან. რა თქმა უნდა, ამ წარმატებებში საფინანსო სექტორის როლიც არის ფასდაუდებელი. მე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის საბჭოს, განსაკუთრებული მადლობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქალბატონ ნათია თურნავას, სწორედ ისი მათი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს ქართული ლარი არის სტაბილური, ჩვენი ეროვნული ვალუტა არის მყარი, რაც ხელს უწყობს ბუნებრივია ჩვენი ეკონომიკური სისტემის განვითარებას. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ლარის 30 წლოვანი იუბილეს და მინდა გისურვოთ ყველას წარმატებები. უმრავლესი მადლობა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი შალვა პაპუაშვილი. მოგესალმებით ბატონ პრეზიდენტო, ბატონ პრემიერ-მინისტრო, მივესალმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, ძვირფასო სტუმრებო, კონფერენციის მონაწილეებო. წელს ეროვნული მნიშვნელობის მოვლენას, ჩვენი ეროვნული ვალუტის 30 წლის იუბილეს აღნიშნავთ. ზუსტად 30 წლის წინ ლარის შემოღებით საქართველოში ახალი ეტაპი დაიწყო. ეს იყო უდიდესი ნაბიჯი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე. ეროვნული ვალუტა იქცა ქმედუნარიან ინსტრუმენტად საქართველოს იმ ეროვნული ინტერესების გასატარებლად, რასაც მშვიდობა, კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა ერქვა. დღევანდელი თარიღი გვახსენებს იმ დიდ გზას, რომელიც საქართველომ ეროვნული მონეტარული სისტემის განვითარების მიმართულებით გაიარა. ლარი არამხოლოდ ფინანსური ერთეულია, არამედ ეკონომიკური სუვერენიტეტის, სტაბილურობისა და განვითარების სიმბოლო. მიმდინარე პერიოდში ჩვენ არაერთ საიუბილეო წელს აღნიშნავთ. წელს ჩვენ გვაქვს კონსტიტუციის და ლარის 30 წლის იუბილეები. გაისად გვექნება ქართლის მოქცევის 1700 წლის აღნიშნული ღონისძიებები. ჩვენ 3000 წლოვანი სახელმწიფო გვაქვს და როგორც იცით, სუვერენულობის, შეიძლება ითქვას, უმთავრესი და ყველაზე გამორჩეული სიმბოლო გახდათ ფული. მონარქიულ და ფეოდალურ სამყაროში მმართველის მიერ ფულის მოჭრა გახდათ ის უზენაესი აქტი, რომელიც სრულად ასახავდა მმართველის უფლებას, სიმტკიცესა და ლეგიტიმაციას. 1995 წელს საქართველომ მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დიდი ღვაწლითა და ძალისხმევით შეძლო სახელმწიფოებრიობის მთავარი გენელის შექმნა. მივიღეთ ქვეყნის კონსტიტუცია და გამოუშვით ეროვნული ვალუტა. გაჩნდა სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი დოკუმენტი და ფისკალური პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი. 30 წლის განმავლობაში ბევრი სირთულე გამოვიარეთ, თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ უდიდესი როლი ითამაშა როგორც ეკონომიკური პოლიტიკის ახალ სიმაღლეზე ასაყვანად, ასევე სამართლებრივი საკითხების მოწესრიგებლად.
დღეს ქართული ლარი ღირსეულად უმკლავდება ყველა გამოწვევას და წარმოადგენს მართლაც საამაყო მემკვიდრეობას, რომელიც როგორც შინაარსობრივად, ისე გარეგნულად სრულად გამოხატავს ჩვენიერის ღირსებას, ისტორიას და იდეოლოგიას. ლარი, როგორც ფულადი ნომინალი, არ უნდა გაჩერდეს, მან უნდა გააგრძელოს განვითარება, დიზაინის განახლება, ახალ საჭიროებებზე მორგება, საიუბილეო კუპიურებისა და მონეტების გამოშვება. ქართული ლარის მეთვალყურე და მასზე მზრუნველია ეროვნული ბანკი, რომელიც წლების განმავლობაში თანმიმდევრულ და პასუხისმგებლიან მონეტარულ პოლიტიკას ატარებს. სწორედ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობით ჩვენი საბანკო სექტორი მრავალი წელია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს. ის აგრძელებს სანდოობის განმტკიცებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და ჩვენი ქვეყანა ახალი შესაძლებლობისკენ მიჰყავს. ქალბატონებო და ბატონებო, ყველას გილოცავთ ქართული ლარის 30 წლის იუბილეს, მინდა ვისურვო, რომ ჩვენი ეროვნული ფულის ყოველი მომდევნო იუბილე მეტი და მეტი სიხარულის და სიამაყის მომტანი ყოფილიყოს. დიდი მადლობა. ლარი მხოლოდ ფული არაა. ეს არის იდეა. იდეა, რომელიც 2600 წლის წინ დაიბადა კოლხეთში. როცა მოიჭრა პირველი თეთრი და გაჩნდა სურვილი, რომელსაც დღესაც გულით ვატარებთ. სურვილი, რომ საკუთარი გქონოდა. ჩვენი სიტყვა, ჩვენი სიმბოლო. დავით აღმაშენებელმა, რომ სპილენძის მონეტა მოჭრა, ისიც ლარია. არა იმიტომ, რომ ფული იყო, არამედ იმიტომ, რომ თავისუფლებას გვიწინასწარმეტყველებდა. მონეტა, რომელიც მეფის ძალას კი არა, ხალხის რწმენას ასახავდა. ლარი საქართველოს ისტორიაა. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა თაობიდან თაობამდე. სამეფოებიდან იმპერიებამდე. იმპერიებიდან პირველ რესპუბლიკამდე, ოკუპაციიდან დამოუკიდებლობამდე. და მუდამ თავისუფლებისკენ. ლარი არ არის უბრალოდ ვალუტა. ლარი წარსულის მეხსიერებაა. პატივია ჩვენი გმირების, მათი გამარჯვებების. მაგრამ ლარი მხოლოდ წარსული არ არის. ლარი აწმყოა. დაუღალავი შრომა დღევანდელი დღის. ძალა ხალხის ჩანაფიქრის. და ლარი არის მომავალი. შეუჩერებელი სურვილი წინსვლის. ენერგია ახალი თაობების. რწმენა ხვალინდელი დღის. ლარი მხოლოდ ფული არ არის. ეს იმ ქვეყნის სიმბოლოა, რომელმაც თავისუფლების ფასი იცის. ლარი 30 წლისაა. პირდაპირ ეთერში თვალსაჩინებით საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით იმართება დღის ყველა სიახლეს გაეცნობით იმედი ნიუს-ჯიზე. ნახვამდის.